საპროტესტო კალენდარზე 4 ოქტომბრის გარდა 13 სექტემბერიცაა მონიშნული. შეკრება 8 ოპოზიციურმა პარტიამ დაორგანიზა. მოქალაქეებს ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ელოდებიან, საიდანაც საპროტესტო მსვლელობას გამართავენ პარლამენტის მიმართულებით. დაიცავი უვიზო ამ ლოზუნგით ორგანიზატორები ყველას ელოდებიან, ვისაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები აღელვებს. ვანო წერეთელი კოალიცია ცვლილებისთვის წევრია ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით. რას უნდა ველოდოთ ჩვენ 13 სექტემბერს, რატომ არის ეს თარიღი, თქვა მონიშნული, ერთ-ერთი ორგანიზატორი თქვენი კოალიციაც არის, დაიცავი უვიზო, რა გსურთ, რომ გითხრათ, რას ეტყვით თქვენ საზოგადოებას 13 სექტემბერს, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი? პირველ რიგში ჩვენ ველოდებით ბევრ ხალხს, იმიტომ რომ იგრძნობა კიდეც, ყველაზე მკვდარი სეზონი უკვე ჩავლილია და ჩვენ შეგვიძლია დასკვნებიც გავაკეთოთ. ასეთი ძლიერი აგვისტო არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია საქართველოში, მე რას გულისხმობ, როდესაც პროტესტები მიმდინარეობდა, ხო, სხვა პერიოდებიც გვახსოვს, მაგრამ აგვისტოში ყოველთვის იკლებდა ხალხი. ეს აგვისტო იყო ძალიან ცოცხალი, არა მხოლოდ ყოველდღიური, არამედ ბევრი ხალხი იყო იქ, ანუ ადამიანებმა საქმე იქციეს და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის თქვენც, რომ იქ ადამიანები სპეციალურად არ გავიდნენ თბილისიდან, სწორედ იმიტომ, რომ თბილისისა ეს ცენტრი ახლა და საქართველოს ეს ცენტრი არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით, არამედ ღირებულებითი თვალსაზრისით არ მიეტოვებინათ. ეს არის მთავარი. ამიტომ 13-ში ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს და პირველი გზავნილი, რაც თქვენ უკვე გამოაცხადეთ, სწორედ ეს გახლავთ, რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აფუჭებს, უნდა დავიცვათ ჩვენ. ანუ აფუჭებს რას უგულისხმობ? პრინციპში მისი ხელიდან ამას უკვე წერტილი დასმული აქვს. მათთვის მთავარია შეინარჩუნონ ძალაუფლება და აი ამ ძალაუფლების შენარჩუნებას წირავენ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ მას ის, რასაც აქამდე უპირისპირებდით. ჩვენი მთავარი გზავნილი არის თანმიმდევრულობა და არ თანამშრომლობა. ის რაც დავიწყეთ ჩვენ დღიდან ჩვენი არსებობისა და რასაც ლოგიკური გაგრძელებები აქვს ყველა ჩვენი დაანონსებული და ასე ვთქვათ დაორგანიზებული აი ამ პროცესებიდან. ყოველდღიურად ჩვენ მოქმედებთ აი ერთი მიმართულებით, ცენტრალური მიმართულებით, რომელსაც ქვია თანმიმდევრულობა არ თანამშრომლობაში. ამიტომ ვამბობთ, რომ 13 ეს არ არის რაიმე განსხვავებული, ეს არის მორიგი, შეიძლება ამას ისე დავარქვათ სეზონის გახსნაც, თუ შეიძლება, თუმცა ეს უკვე იყო, რამდენიმე დღე ჩვენ ახლა ნახეთ უკვე სექტემბერში, ძალიან სპონტანურის მათ შორის ხო, იგივე თუნდაც მელიქიშვილის გამზირზე მომხდარია ეს რაღაცა ძალიან კარგი აქცია, ამიტომ 13-ში ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც აქამდე ვაგრძელებდით, ჩვენ დავანახებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი არ ჩერდება, რომელიც ქუჩაში დგას, მანამ სანამ არ გაიმარჯვებს. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თქვენი კოალიციის პოზიცია როგორია? განსაკუთრებული როლის მინიჭება 4 ოქტომბრისთვის ეს თქვენი შეფასებით, თქვენი აზრით არის შეცდომა, თუ პირიქით ეს შესაძლოა მუხტს ზრდიდეს და უფრო ამწვავებდეს ვითარებას? ჩვენ ვდგავართ ყველგან. ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ყველგან, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობა იქნება იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ან დამარცხდეს, ან დასუსტდეს. სულ ერთია ეს. ამიტომ თუ კი 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ. 13 შემდგომში კიდევ თქვენ გაიგებთ, შემდგომ ნაბიჯებ ჩვენსგას, ამითი მივალთ და ვიდგებით ქუჩაში მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დამარცხდება და არ წავა იქ, სადაც მისი ადგილია. და ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული სასამართლო სისტემით, ხო? ახლა ჩვენ რა რეალობაში ვცხოვრობთ. აი ნახეთ, თავისუფლება რას ნიშნავს? ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ ძალიან კარგად. თითოეული ინდივიდი ვერასდროს გახდება თავისუფალი მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ არა სასამართლოს. ეს რომ ის საპრობილეს, ეს რომ ასე იყოს, ის ბიჭები, რომლებიც ახლა ეწირებიან სწორედ საქართველოს თავისუფლებას, მე გულისხმობ ქუჩაში დაჭერილ ადამიანებს, რომლებსაც სულტყუილ უბრალოდ ასე ვთქვათ, მისცეს 2 წელი და ზოგს უფრო მეტი ქალბატონები, რომლებიც სულიად წარმოუდგენელი ბრალდებებით ხედან, ხო? ციხეში ეს ადამიანები მაშინ საკუთარ თავისუფლებაზე იზრუნებდნენ და ისინი მოახერხებდნენ ციხეების დატოვებას ამ თანამშრომლობით და თუნდაც გარიგებით, რომელსაც ვერაფერს ვეტყვი. მაგრამ ამ ადამიანებს ძალიან მკაფიოდ სწამდა სჯერათ, იმიტომაც არიან ისინი ახლა საქართველოს სინდისი, სწორედ ამას იმიტომ უწოდებთ, რომ მათ სწამთ, რომ არც ერთი ინდივიდი თავისუფალი საქართველოში არ იქნება მანამ, სანამ ის
ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ სადაც ზის. სანამ ქართული ოცნების ხელში იქნება საქართველოს პოლიცია, საქართველოს სასამართლო, საქართველოს ბედი და მომავალი. ხვდებით რას ვცდილობ? ამას ემსახურება სწორედ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაც, ჩვენი პოლიტიკური ის ლიდერები, რომლებიც ციხეში შედან. დამერწმუნეთ, არც ერთი მათგანი, თუ კი ავირჩევდით თანამშრომლობისა და მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებთ, კოჰაბიტაციის თუნდაც ან რაიმე სახით ურთიერთობის გზას ისინი ქუჩაში რა არის იცით, ამას ქვია სიტუაციური თანამშრომლობა. მოდი ნუ დავიწყებთ რაღაც ბნელ ოთახში. არ ძალიან კონკრეტული სახელი აქვს ამას. ეს არის სიტუაციური თანამშრომლობა, ხო? ბიძინა ივანიშვილმა ლელოს და გახარიას ქმედებებით მიიღო ის რაც მას სურდა. ხო, ნუ აი გახარებული გამოვიდა კობახიძე და განაცხადა, რომ მოიწვევს ეუთო ოდირს. აქაც ძალიან დიდი ტყუილი უთხრა მან ქართულ ხალხს, ხო, ეხლა სრულიად შეუძლებელია ამ რეალობაში ეუთო ოდირის მოწვევა. ხო, ნუ მათ თავისი წესები აქვთ ქმედებების და ასე შემდეგ. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის არადემოკრატიული, არ აღიარებს არავინ ქართულ ოცნებას და ეს არის ერთადერთი შანსი ეს იყოს სწორედ, რომ მათთან თანამშრომლობით რაღაცა სახის ლეგიტიმაციისთვის ხელი ჩაეჭიდათ. თუ კი დასავლეთი არ წამოყვება, მაშინ მოატყუონ საკუთარ ამომრჩეველს და შეეცადონ რომ საქართველოს საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი ძალადობრივად, მაგრამ აკონტროლებენ სიტუაციას და დაარწმუნონ, რომ შექმნეს მათ აი ეს მეორე მხარეც, ოპოზიციაც. აი ამ თამაშში აყვა, როგორც გახარია, ისე ლელო. ამიტომ ერთადერთი საქართველოში ბატონოვანო ამბობენ, რომ აი ერთმანეთს ხელს არ უშლის, იგივე საარჩევნო უბნებთან მისვლა და ასევე მასშტაბურ დემონსტრაციებში მონაწილეობა. ხო, ისინი ამბობენ, რომ მაგალითად მზად არიან ყველა აქციაში მიიღონ მონაწილეობა, ჩაერთონ მათ შორის 4 ოქტომბრის შეკრებაში და ასე შემდეგ და იყვნენ ყველგან, სადაც პოლიტიკური პარტიები კი, მაგრამ მათ ხელისუფლებას ახლა მიტაცებულ ხელისუფლებას მიანიჭეს ზედმეტი ძალა. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ თუ კი ჩვენ აი ეს კოალიციას გულისხმობს გახარიას, ლელოს, ისინი დადგებოდნენ იმ გზაზე, რა გზაზედაც ჩვენ ვდგავართ, ანუ არ თანამშრომლობის ლოგიკურ გზაზე, რაც დაიწყო მეორე დღესვე საპარლამენტო შარშან, საპარლამენტო არჩევნების მოპარვის შემდეგ, როდესაც არ ვაღიარეთ პარლამენტი, არ შევედით. ამის შემდგომ ეს რო ლოგიკურად გაეგრძელებინა და ახლა იქ იდგნენ, სადაც ჩვენ ვდგავართ, გაცილებით უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააყენებდნენ ქართულ ოცნებას. სამწუხაროდ გახარიამ, რომელიც ბოლომდე აი დღემდე გაურკვეველია მინიმუმ, შევა თუ არა პარლამენტში, სავარაუდოდ შევა, მოდი, ეს დაშვება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამის თქმის უფლებას მაძლევს, რომ ბევრჯერ ქონდა შანსი, რომ ამისთვის წერტილი დაესვა გახარიას, რომ აი არა, ჩაიხსნა მთლიანად ყველაფერი. ახლაც კი რომ ის შესაძლოა ვაჭრობდეს, ჩამოვიდეს მანამდე რაზე ვაჭრობდა, ხო, მაინც მიიღო ის რაც მიიღო. არ შეიძლება თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ვერას რუსული, რუსეთი რა არის? საქართველოს ისტორიას რო ჩავხედოთ, ძალიან კარგ გაკვეთილებს მივიღებთ, სამწუხაროდ კარგად ვერ სწავლობენ. ამ გაკვეთილებს რუსეთთან თანამშრომლობა არ ნიშნავს და შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ეს მას არ დაარღვევს. ჩვენი ისტორია სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე თავხდებოდით, თორე 1918 წლის დამოუკიდებლობაც აღიარებული აქვს მაშინდელ რუსეთს, მაგრამ ეს ყარ არ იქცა ჩვენ შორის ურთიერთობის მთავარ საფუძვლად. ამიტომ არ შეიძლება რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა. არც ერთი შეთანხმება არ იქნება შესრულებული. ამიტომაც ვამბობთ, რომ არ შეიძლებოდა აი ამ თამაშის სიტუაციური მოკავშირის როლის მორგება, რომელიც მოირგეს ლელომ და გახარიამ. გასაგებია. წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ზაზა შათერიშვილის წერილი, ივანიშვილის კარის ფილოსოფოსის. მან ფაქტობრივად გამოაცხადა ივანიშვილის პირით ავტორობით დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი დიპ სტეითის ნაწილად. თქვენი აზრით ახლა ქართული ოცნება როგორ ვითარებაში იმყოფება, ის შეძლებს გარკვეულ ლავირებას, ურთიერთობების დამყარებას, თუ საბოლოოდ უკვე ხიდები ჩატეხილია, რა ტიპის რეაქციებს, შეფასებებს, გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ხო, ნუ ძალიან კაფიო ხდება, ყველაზე რაც უფრო შევდივართ აი და მივდივართ ამ ასე ვთქვათ გადამწყვეტ ფაზისკენ, რაც უფრო ახლოს მივდივართ, მით უფრო კაფიო ხდება. აქ ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ, იმით რომ სამყარო იყოფა კაფიოდ ორ ნაწილად, მით უმეტეს აი ტრამპის ამ განცხადების მერე, როდესაც თქვა რომ რუსეთი და ინდოეთი გადაყლაპა აი ამ ბოროტმა ჩინეთმა, აი კაფიო საზღვარი გაივლო ამ ჩვენს დედამიწაზე ორ სამყაროს შორის, ეს არის დემოკრატიული ნაწილი და თავის
თავისუფლებისა და ღირებულებების დამცველი ნაწილი და მეორე ეს არის ეს ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთთან მხოლოდ იმიტომ იყვნენ კარგად, რომ საკუთარი თავი გადაირჩინონ. ბიძინა ივანიშვილს ახლა უნდა, რომ საქართველო აღმოჩნდეს აი ამ ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროთა შორის. რატომ? იმიტომ რომ სხვაგვარად ის საკუთარ ძალაუფლებას ვერ გადაარჩენს. დემოკრატია არის მისი მტერი. ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული ძალაუფლებისა და ფულის შოვნის, ამ ფულის გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის განადგურდეს საქართველოში დემოკრატია და საქართველო აღმოჩნდეს აი ამ ავტოკრატიული რეჟიმების გარემოცვაში. ამიტომ ისინი ყველაფერს იკადრებენ, რაც შეიძლება რომ მოემსახუროს აი ამ პოლიტიკას. ის რაც თქვენ თქვით, ეს არის შემოგდებული ტექსტი, რატომ? იმიტომ რომ ვერ დაალაგდა ბიძინა ივანიშვილი ტრამპთან, ხო, ნაბიჯ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილმა, როდესღაც დაალაგდება ტრამპთან, ხო? გვახსოვს ეს პერიპეტიები, ამიტომ დიდხანს არ ვილაპარაკებ. ვერ დაალაგდნენ, რატომ? იმიტომ რომ რაც ჩვენ ახლა ავხსენეთ, ტრამპი წარმოადგენს თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს, რომლის მტერიც არის ბიძინა ივანიშვილი და პირიქით, დემოკრატიაა ბიძინა ივანიშვილის მტერი. ამიტომ ვერანაირად ისინი ერთ ნავში ვერ ჩასხდებიან. ეს მან ძალიან კარგად იცის, ამიტომ ორი რისი დარღვევა არ უნდა, იცით, ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს ოქროშუალედი მოძებნოს ერთი ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ მათხოვრული წერილების დაწერით, რომ იქნებ ვინმე მისი შეისმინოს და ნახოს, რომ საქართველოში ის აკონტროლებს სიტუაციას და დაგვავიწყდეს ელჩ დანიგანის ხმაურიანი და სკანდალური ინტერვიუ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული, სადაც ისაუბრობს მუქარის წერილზე, რომელიც საქართველოსთან გაიგზავნა სწორედ ვაშინგტონში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხო ის წერილი სწორედ რა იყო, რომ აი ამ ოქროშუალედს რომ ერთი რომ იმათხოვრონ, აი ეს რომ მე ვაკონტროლებ აქ სიტუაციას და მათ შორის ამასაც გამოიყენებს არგუმენტად, რომ აი აგერ არჩევნებში ოპოზიციაც იღებს მონაწილეობას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ არგუმენტად გამოიყენებენ, რომ ისინი აკონტროლებენ თითქოს აქ სიტუაციას და ითხოვენ, აი მათხოვრობენ მათთან დაალაგებას, რომ მოდი, ვისაუბროთ, მე ხო აქ კონტროლის ქვეშ მაქვს ყველაფერი და მოდი მელაპარაკე. და მეორეს მხრივ ის ატყუებს საკუთარ ამორჩეველს, რომელსაც ეუბნება, რომ არავინ არ აინტერესებს არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ამერიკა და არც ევროპა და თითქოს ისინი აკეთებენ იმას, რასაც თვლიან, რომ თვითონ უნდა აკეთებდნენ და არიან დამოუკიდებლები. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და ყველაფერი, რაზედაც მეტყველებს ერთადერთზე, ისინი დავალებებს იღებენ რუსეთიდან და აკეთებენ იმას, რაც ახლა სჭირდება პუტინს, იმისათვის რომ აღადგინოს ის, რაც მისი ბავშვობის თუ, რა ვიცი, ახალგაზრდობის ოცნება გულისხმობს საბჭოთა კავშირს. პუტინს, რომელიც არის იმაზე უფრო სუსტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გულისხმობს კავკასიას, სადაც მან დაკარგა ძალიან დიდი გავლენის სფეროები და არც ამაზე ვილაპარაკებ ბევრს, ასევე დაკარგა ძალიან ძლავრი იარაღი, როდესაც მის გარემოცვას აშინებდა ომის დაწყებით, რატომ? იმიტომ რომ მათ შორის სამხრეთ კავკასიაში შემოვიდა ნატო და უფრო ძლიერია ახლა ამიერკავკასიაში ის ძალა, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის და მშვიდობისთვის იღწვის. და ასევე სუსტია ის, იმიტომ რომ ყველას ატყუებდნენ, მათ შორის რუსეთის და მისი აი აქ ბიძინა ივანიშვილიც, მათ შორის ქართულ საკუთარ ამომრჩეველს, რომ რუსეთი არის იმდენად ძლიერი, რომ ვერაფერი შეეხება და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მისი ეკონომიკა ნადგურდება, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსაც კი ვერ იცავენ, რაღაც $7,000 დრონებით უნადგურებენ, მილიარდობით აი ამ ქონებას და ჭაბურღილებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება, ეს უკავშირდება ვიზა ლიბერალიზაციას. დაწესებული დათქმული დრო უკვე ამოწურულია, ვიცით ასევე იმ ტექსტის შინაარსი, რომელიც საქართველოსთან გაიგზავნა. როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრით, მაინც შესაძლოა მიიღონ ეს მძიმე გადაწყვეტილება ევროკავშირში, თუ მაინც იპოვონ რაღაც ტიპის შუალედი და არა საქართველოს მოქალაქეებზე აისახოს ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, არამედ იყოს პერსონალური სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აი მონაწილეობენ სახელმწიფოს მიტაცებაში. მე ამას ცოტა სხვაგვარად ვხედავ, ჩვენ ახლა თქვენი კითხვა ისე გამოდის ამ კითხვის მიხედვით გადადის ბურთი ევროპის მოედანზე და მე ვფიქრობ, რომ ამის პასუხი ასე არ არის. ჩვენ პირიქით აქით უნდა გადმოვიტანოთ. ამას აქვს ერთადერთი პასუხი. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობა ყოველდღიურად გაფუჭდება. იმიტომ რომ ეს ასე სჭირდება ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ მომავალი საქართველოს არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე მთავარი რაც არის, ქართველი ხალხი არ უკავშირებს საქართველოს მომავალს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან, რომელიც ახლა საქართველოშია, არის ახალი არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება
ჯანმრთელობის დამხობა. მშვიდობიანი დამხობა, ეს როდის იქნება ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა მივუმშაოთ თანმიმდევრულად, უნდა გაუშვათ ბიძინავიანიშვილი, იმიტომ რომ დაუბრუნდეთ ევროპისკენ მიმდინარე მიმავალ გზაზე და აღვადგინოთ ბევრი სამუშაოა, ძალიან ბევრი სამუშაო. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვერ ვთვლით იმას, რაც გააფუჭა ბიძინავიანიშვილმა. ეს არის, რა ვიცი, დიდი მიწისძვრის შედეგად მიღებული დაზიანება, რომელსაც წლები და დღეები ბევრი დრო დაჭირდება იმისთვის, რომ აღვადგინოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რომ ბიძინავიანიშვილი ანგრევს საქართველოს, სწორედ ამაში გამოიხატება. ის ანგრევს ამ ვიზა ლიბერალიზაციას და აუქმებს მათ. ამიტომ ყველას გელოდებით სამეთში, მობრძანდით ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უნდა რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია.